სურათის ამ ვიდეოს გაგზავნა WhatsApp-ში მაღალი ხარისხით. შევდივართ WhatsApp-ში. ვაჭერთ აეგერ სამაგრს, ვაჭერთ გალერეას, ვიღებთ სურათს, რომელიც ჩვენ გვინდა გალერეიდან ამოვიტანოთ, აეგერ სურათი ამოვიტანოთ. ვიწყებ მეორე პუნქტით, აი ამით შეგვიძლია მოვაბრუნოთ სურათი, ხშირად ხდება რომ გვერდულად აქვს სურათი, არ გვინდა. ამით შეგვიძლია დავარედაქტიროთ და დავამატოთ მას სტიკერები ან სმაილები ნებისმიერი. ამით შეგვიძლია ტექსტის დაწერა და აქ უამრავი ფორმატის ტექსტის დამატება შეიძლება იმ სურათიდანაც გამოვედი. საერთოდ რედაქტირება როგორც Facebook-ში ხდება ხოლმე ისეთნაირად ქვევით აგერ ნახატის გაკეთებაში გვიძლია წყვეტილი ხაზით და ფერის არჩევა და ასე შემდეგ. ეხლა როგორ ხდება მაღალი ხარისხით გაგზავნა. მაღალი ხარისხით გასაგზავნად ვაჭერთ აი ამას და გადავდივართ HD ხარისხზე და ეს ყველაფერი არ არის. თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სურათი თავის წარწერიანად აქ წარწერის გაკეთება შეგვიძლია, ხო? თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სურათი თავის წარწერიანად გაქრეს, ვაჭერთ აგერ აი ამას ერთიანს და ამ შემთხვევაში სურათის გაგზავნისას ნახავს და არ შეეძლება მას მისი გადაკოპირება, გაგზავნა ვინმესთან, ჩამოტვირთვა და ასე შემდეგ. ჩამოტვირთვა არ მიცდი ესე მართალი რო ვთქვა, მე მგონი ჩამოტვირთვაც არ შეიძლება. ვაჭერთ აგერ გაგზავნა სისარს და სურათი მიდის მაღალი ხარისხით. ზუსტად ისეთნაირად შესაძლებელი არის ვიდეოს გაგზავნაც. ახლა მაინც ვიდეო ვნახოთ ჩვენ, აი ასე. ავიღოთ აგერ ვიდეო და ვაჭერთ HD ხარისხს, აი ესეთნაირად და სურათზე ისრის და აქაც იგივე ვარიანტია ერთჯერადად რო ნახოს, ხო? ერთხელ ნახავს და მეც ვერ ნახავს და შემდეგ უკვე ვაგზავნით ასე მაღალი ხარისხით ჩვენ სურათსა და ვიდეოს. ეს არის სულ